რომ ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, თუ არ დავიყვანებით ჩვენს ბიოლოგიურ სხეულზე, ისე როგორც არ დავიყვანებით თითზე, თმის ღერზე, რაიმე ორგანოზე არ დავიყვანებით, ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე გარეგანი თქვა ჩვენი ფიზიკური სხეული. იმიტომ რომ ფიზიკურ სხეულს აი ეს თვისებები, რაც თქვით, მოაზროვნეობა და თავისუფლება ფიზიკურ სხეულს ვერ გააჩნია, არ შეიძლება მას გააჩნდეს. რა თქმა უნდა, მას აქვს ტვინი, მას აქვს გული, მას აქვს გარკვეული მისწრაფებები, მაგრამ ეს ცხოველსაც გააჩნია, ცხოველსაც გააჩნია ტვინი, რომლითაც ის ორიენტირებს სამყაროში, ცხოველსაც გააჩნია ინსტინქტები, გარკვეული მისწრაფებები, მაგრამ ჩვენ ცხოველზე ვერ ვიტყვით, ჩვენ კი არა ვერ იტყვის, რომ ცხოველი არის მოაზროვნე და ცხოველი არის თავისუფალი. ანუ ეს არ არის ხორცის თვისებები, არამედ ეს არის ჩვენი სულის თვისება და ადამიანი ორი სუბსტანციისგან შედგება, ვიცით, ეს არის ხორცი და სული, ადამიანს აქვს გონიერი სული, ესე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, პლუს ამას ემატება ისიც, რომ ადამიანში კიდე საღვთო მადლია, აი ღვთისმსხვილთასაც უწოდებთ საღვთო მადლია, რომლის გარეშეც ადამიანი არ არის და ადამიანისათვის ბუნებრივია იცხოვროს ღვთის ხატებისაებ და მსგავსებისაებ, როგორც გონიერ და თავისუფალ არსებას შეეფერება და თუ ადამიანი არ ცხოვრობს, როგორც მოაზროვნე და როგორც თავისუფალი არსება, რომელიც თავის მოაზროვნეობას, რატომი ეცა ადამიანს აზროვნების უნარი და თავისუფლება? იმიტომ რომ ცხოველზე უფრო დახვეწილად სიამოვნოს და ეშმაკს გაუსწროს მზაკრობაში. რა თქმა უნდა, ამისთვის არ მეცემია. ადამიანს თავისუფლება, თვითუფლებრივი და მოაზროვნე სული, მოდი ასე ვთქვათ, განმაზოგადოთ, თვითუფლებრივი და მოაზროვნე გონება, იმიტომ მიეცა, რომ ამ უნარებით, რომელიც ღმერთისგან მინიჭებულია და ბიოლოგიურ არსებას ეს არ შეიძლება ჰქონდეს, ეს ღმერთისგან მინიჭებულია, მან შეიმეცნოს ღმერთი მასთან იყოს მარადისობაში. მისი შვილი სტატუსით, მადლის ღმერთობით, აი ასე ვთქვათ. ამისთვის მიეცა. და როცა ადამიანი ამას არ იყენებს, მაშინ ადამიანი ბუნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობს, იმიტომ რომ ადამიანი ბუნებით არ არის განვითარებული პრიმატი. ადამიანი ადამიანია და მაიმუნი მაიმუნია. შესაბამისად, ადამიანი როგორც ღვთის ხატება და მსგავსება, მისი ბუნება სხვა არის და მაიმუნის და ცხოველის ბუნება სხვა არის. და ადამიანის ბუნება ისეთია, კიდევ ვიმეორებ, რომ მას აქვს გონიერი, მოაზროვნე და თავისუფალი ბუნება, რომელიც მიცემული აქვს იმისათვის, რომ ღმერთთან მარადიულად იმყოფებოდეს, ღვთისათვის სათნო ცხოვრობდეს, ღმერთის თვისებებს ამრავლებდეს საკუთარ თავში, ანუ სათნობებს ამრავლებდეს საკუთარ თავში და ამით მადლს იხვეჭდეს და ფაქტობრივად საბოლოო ჯამში ღმერთთან ერთად საერთო ენერგიით ყოფიერებდეს მარადისობაში. ეს არის ადამიანის ვალდებულება, იმიტომ რომ ასეთად შექმნა იგი ღმერთმა.